ქუთაისი ვარ მე. ქუთაისში უწყვეტი პროტესტის 344 დღე ჟურნალისტ ქეთი ბერძენიშვილის ხსოვნას მიეძღვნა. 6 ნოემბერს ქეთის გარდაცვალებიდან 2 წელი გავიდა. მისმა მეგობრებმა და კოლეგებმა, ვინც მას კარგად იცნობდა, მის დამოკიდებულებას და სურვილებს საქართველოს მომავალთან დაკავშირებით სიმბოლურად ქუთაისში მიმდინარე უწყვეტი აქციების ერთი დღე სწორედ მის ხსოვნას მიუძღნეს მისივე ფრაზით. ქუთაისი ვარ მე და ამით კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვეს აქციების პროევროპულ შინაარსს. იმ პროტესტში, რომელიც ბოლო 1 წლის მანძილზე ჩვენს ქვეყანაშია, ზუსტად ვიცი, ჩემი მეგობარი ქეთი ბერძენიშვილი სად იქნებოდა. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ საპროტესტო აქცია ქუთაისში სწორედ იმ მისი ფრაზით გამართული იყო, რომელიც უკვდავია, ასე ვიტყოდი, ქუთაისი ვარ მე. დღევანდელი ძიმე მდგომარეობა ქეთის შეიძლება ვერც წარმოედგინა, რომ ასეთი დიდი მასშტაბის შეიძლება ყოფილიყო. ქეთისთვის მისი ქვეყანა, მისი სამშობლო იყო ყველაფერი. ქუთაისი იყო განსაკუთრებით მისთვის. ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ მის გარემოცვასთან, მის მეგობრებთან, ახალგაზრდობასთან, რომ ჩვენს ქვეყანაში ყველაფერი თანამედროვე, ლამაზი, კარგი, ევროპული მიმართულებებით, ისე როგორც ვიყავით ჩვენ საერთოდ, ჩვენი საქართველო, საითკენაც მიდიოდა. დღეს ძალიან ძიმე დღე აქვს ქუთაისს და მთელ საქართველოს ვფიქრობ. იმიტომ რომ ქეთი იყო ადამიანი, რომელიც შეუცვლელია ყველა დროში. ქუთაისისთვის მარტო არა, მთელი ჟურნალისტთა კორპუსისთვის. ქეთი სულ ჩვენთან არის. მისი ხმაც, მისი სიტყვებიც, მისი გამოხედვაც ჰაერშია მუდმივად და ჩვენ ირგვლივ არის, მაგრამ ის რომ ადამიანი ახლა ჩვენთან არ არის, ძალიან გვაკლია და ამას ყველა ვგრძნობთ. მისი ენერგეტიკა გვაკლია. ქეთი იყო იდეა. ქეთი არის იდეა და ქეთი იქნება მუდამ ქუთაისისთვის იდეა. ხო, მე ღმად ვარ დარწმუნებული და ჩემი მეგობრებიც ალბათ ყველა რომ ქეთი დღეს აქ იქნებოდა ამ მოვლენების შუაგულში, ამ პროტესტის შუაგულში, სხვანაირად უბრალოდ შეუძლებელია, გული არ გაუძლებდა და სწორედ ამიტომაც ალბათ უფრო ხშირად გვახსენდება ხოლმე ქეთი. რაც შეეხება თვითონ ამ ლოზუნგს, ქუთაის საქართველო ვარ მე, მოდი ასე ვთქვათ, უფრო ფართოდ, ეს ასაკურველია მარტო ქეთის ლოზუნგი ხო არ არის, ეს ნებისმიერი მოქალაქის ლოზუნგი უნდა იყოს, რომ ის წარმოადგენდეს თავის ქალაქს, თავის ქვეყანას და სწორედ ეს არის მთავარი ღირებულება ალბათ, რისთვისაც ჩვენ ვდგავართ და რისთვისაც დაწინაურებული ვარ კიდევ ერთხელ ვამბობ, ქეთიც აქ იქნებოდა ჩვენს ქვეყანაში. ძვირფასო მეგობრებო, ქეთი ბერძენიშვილს ყველა იცნობს, თუნდაც ამ სიტყვებით, რომ ქუთაისი ვარ მე და ეს სიტყვები მას ათქმევინა იმ შეფასებამ, როდესაც ქუთაის კრიმინალების ქალაქს უწოდებდნენ. მე ვფიქრობ, რომ ქეთი კიდე ორად უფრო მძაფრად გაიმეორა ამ სიტყვებს, რომ ეხა ის ცოცხალი იყოს, ჯერ ერთი რომ ის ჩვენთან ერთად იქნებოდა, რადგან ის იყო დაუღალავი მებრძოლი ადამიანის უფლებების, ქალთა უფლებების, ჩვენ სამწუხაროდ მის ცოცხალში ვერ ვეღირსებთ ისეთ საქართველოს, როდესაც ევროპული ღირებულებები თავს მოვიწონებდით. ამიტომ ჩემთვის როგორც მისი მეგობრისთვის ეს სევდა რომ დღეს ქეთი არ არის, კიდევ უფრო ორმაგად მტკივნეულია და ის რომ უყურებდეს, როგორი ადამიანები შეურაცხყოფენ ჩვენ სასიკადულო მწერლებს, ფსიქოლოგებს, მასწავლებლებს, საქართველოს საუკეთესო შვილებს, პატრიოტებს, ჩვენ გვაქვს ასეთი გამოთქმა, რომ მეორეჯერ მოკვდებოდაო. დიახ, მეგობრებო, ქეთი მეორეჯერ მოკვდებოდა იმის შემყურე, თუნდაც რაც უხელ ან მის წინა დღეებში ვიხილეთ საქართველოს დედაქალაქში და კერძოდ რუსთაველში მეტრო შესასვლელებთან. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ქეთისნაირი ადამიანები არასოდეს არ კვდებიან და ასევე არ კვდებიან ის ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ საქართველო ვარ მე, ქუთაისი ვარ მე, თავისუფლება ვარ მე და თავისუფლებისთვის მებრძოლი ვარ მე. აი ეს დამოკიდებულება, ეს მებრძოლის სული ჰქონდა ჩვენს მეგობარს ქეთი ბერძენიშვილს.